ხმაური იყო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მისულ მოქალაქეებს სხდომათა დარბაზში კითხვების დასმის საშუალება არ მისცეს. კერძოდ მათ კითხვები ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებით ჰქონდათ, რომელიც მუნიციპალიტეტში განხორციელდა, თუმცა ისინი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. მოქალაქეების თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა დასრულდა და მათ სიტყვის თქმის უფლებით სარგებლობა მოითხოვეს. მოქალაქეები მოვედით, რომ გვინდა რომ აგრესიული მოქალაქეების მიმართ მართლა კითხვა მაქვს, რატომ ხართ ასეთი აგრესიული? მოქალაქეება არ უკავშირდება ევროკავშირის დროშა. აბსოლუტურად მშვიდობიანად ყველაფერს მოვისმინეთ, მაგრამ ბატონმა დავითმა თვითონ ატეხა დებოში, რადგან მას არ სურს კრიტიკული კითხვა. სურს რომ ის აცხადებს ყოველწლიურად, რომ ევროკავშირი იშლება. ის აცხადებს ანტიდასავლურ მოთხოვნებს. ინტერვიუს ვაძლევ. ალია ქოთია სხდომა დასრულებულია. და ის რომ დღევანდელი საკრებულოს თავმჯდომარე და მისი წევრები, როდესაც იძახიან, რომ ევროკავშირის გრანტებით არაფერი არ და ბოროტების იმპერიათ ასახებენ ამას, როდესაც მართლა ბოროტების იმპერია არის რუსეთი, როდესაც ევროკავშირმა ძალიან ბევრი რამე გააკეთა და უბრალოდ კითხვა მქონდა, რომ როცა ამბობს, რომ პირდაპირ დაფინანსებას ევროკავშირისგან გორი არ იღებს, რას ნიშნავს არ იღებს, როცა შემიძლია და გავიყვანო უამრავი გარემონტებული სკოლა, შემიძლია გავიყვანო და ვაჩვენო კოტეჯები, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით აუშენებს გერილებს, და ცხოვრობენ და თავში საფარი აქვს და კვაკასკირივი თავის მოკვლა არ უწევს. ეს დევნილები ევროკავშირმა დააბინავა. საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ დარბაზში მყოფი მოქალაქეები რეგლამენტის დარღვევაში მედიასთანაც დაადანაშაულა და მათ მოღალატეები უწოდა. რეგლამენტი არის ერთ-ერთი მთავარი კანონი საკრებულოსი და ამიტომ რეგლამენტის დარღვევის გამო მე მოვითხოვე მისი გაყვანა სააქტო დარბაზზე. მოღალატე არის ყველა დღეს ვინც ევროპარლამენტის რეზოლუციას ხარს უჭერს. ეს არის ყოვრად შეურაცხყოფელი ქართველი ერისთვის და ეს არის დღევანდელ დღეს ფაქტიურად ჩვენი სუვერენიტეტის დამანგრეველი. არავის არ აქვს უფლება არცეთ იმ განსაკუთრებით ყოფილი რუსეთის უშიშროების ევროპელ თანამშრომლებს პოსტსოციალისტური და პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან, რომლებიც დღეს შეიცვალეს იერი და გახდნენ ევროპარლამენტის წევრები. ისინი ისევ იმ რუსული კაკების მიხედვით მუშაობენ. დღესვე საკრებულოს დაწყებამდე მოქალაქეთა ნაწილმა და სამოქალაქო აქტივისტებმა შენობის წინ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების ფოტოებით პლაკატები გაშალეს.